თუ აქამდე შეიძლებოდა ამთელი ზაფხული შეიძლებოდა საარჩევნოდაც შეიძლებოდა და უკვე რიჟვადეც წავიდა და ისევ დაბრუნდა ახალი თავრობა და ახალი კანონები და გააკეთეს და ახალი სიტუაცია უნდა გააკეთოს. ჩვენ რას მოვერგოთ? 19 წელიწადში დავარაგე, სიმსივნეც აქ გამიჩნდა. 4 შვილი მყავს. უბრალოდ ცხოვრება ძალიან მიჭის. ქმარი მეუღლე არ მყავს და ბავშვები მყავს, სავლელი და ბიჭი მყავს პირველი ჯგუფი რა. ვათ ამას სიმსვინიანი ხალი რომ 18 კინეს გაიგებს და მე დაჭდება აქ. ამ სკოლას ნიახში აგერ გაზზე ყავას აგერ ადუღებს აგერ ხავსას შეწყობს აგერ ყემაზე იქნება აგერ რაღაცა რამადენი რა არის აქ გასაყიდი რომ დღეში 20-30 ლარი დამჭეს. სად ვიმუშაო? დამლაგებლად მე არ შემიძლია აი ყველატოში ვიმუშაო და რაღაცა მოვლელად მე არ შემიძლია ვიღაცასთან წავიდე. სად ვიმუშაო? შიგნით რომ შევიდე ხო აი მომაკითხე მე ამ ტაბას წავიღებ. ხომ არის რაც არის. მომაკითხე თქვენისმიერ აქედან რამე ექნება გაყიდული. სახში რა წავიყო დავალყო და გადავყარო. აქ გამლელი რაღაცა დავიჭირე. მთელი 1 საათი რომ გაჩერდი, 2 გამლელი დაიჭირეს, მაგრამ ძლივს ვიჭირავთ რომ სიაფია ცოტა და ყველა სახლების ქვეშ მაღაზიებია. ბიზნესმენებმა ქონეს ცხოვრება. კაის ჭამენ, კაის სამ. ჩვენ ეს რაღაცა ხამშაშევწე და ყავადუღე და სახში შეკარტიყი საწავიღოთ. მე მაინც იმიტომ მიხარ რომ საღამოს კინძი მიმაქ, ხალი მიმაქ რაღაცა და იაფი მიჯდეს ეს ცხოვრება. ძალიან ძვირი დაჯდა ეს ცხოვრება. არა აქვს თავრობა, ანუ მაგრამ ჩვენ რა ვქ მე არც ერთი მთავრობა არ ძუნს, არც ოპოზიცია არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში. მინდა რომ რა იყოს აბა? მაშინ პენსია იყოს 1000 ლარი და მე არ გამოვარ გან. მართლა არ გამოვარ. რა არის 350 ლარი? უბრალოდ მითხარი რას ვიყიდი? ქორწილში სკავი 80 ლარი რომ გახადეს და შეხედავდა დარბაზები წკვალებს, როგორ ააშენეთ ჩვენი ხარჯები? იმათაც ხომ მოგებაოდე, იმათაც ხომ ფული აქვს ჩადებული. ყველას ფული გვაქვს ჩადებული. აი ესე მაქვს ფული ჩადებული. საწავით. დახურება დარბაზი და ის რითქა დაიხდის იმ სესხებით გამოტანებულს მითხრა. დახურო დარბაზი. დახურო. აბა მან წავიდეს 1 წუთი, ვის მუშაობს ახლა. დახუროს აბა 1 წუთით. ეს ადგილი ჩემს სასაკლაოს, ჩემს სიკვდილს. სულ ვიძახი ნიანდაგზე რომ გავხდები ძალიან ცუდად და დამნიშნავენ ქიმიებს კი და იმას. მორგს მაშინ გავარ მგონიას. და ვერ მივედი ექიმთან, იმიტომ რომ არ მაქვს შესაძლებლობა იმდენი უკვე. ძალიან მწარებდა გამწარებული და ვიღაცას უკბენ ხვალე იქნება მოვლენ თუ ზეკი. აი დავღეჭავ. აი პინტავი დავღეჭ გამწარებულა. გრიპი მაქვს ვერ სუნთქა. ვერ სუნთქა ხანი მოშევჭავ, ხან კრემა შევჭავ. აი გრიპი გავიაროს. აგერ ბოთლის წამას კიდე ესეც მინდა რომ დაინახოს ხახი და აგერ ბოთლის წამას ვიტამინი რაღაც მოსა. ურეკავ ახლობას გადასხმა გამიკეთე მეთქი. ბევიდე ისე ნათხს მოვიდა რაღაცას რომ ფული არ დავხარჯო. ესაა ცხოვრება? ესაა 63 წლის ქალმა ქუჩაში რის გამო?